გაუმარჯოს ყველას. გრძელდება ლაივიც, არა ლაივიც, ჩაწერაც, ამბავიც, ისიც, ეს სოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს მინდა დიდი მადლობა უთხრა, ჩაატარეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ საერთოდ არ გძინავს. მაგრამ ღირს მე მგონი ძალიან ხიარული ჩემპიონატი ვიდა. დღეს ჩემს გვერდით არის ორი ყველაზე უცნაური ადამიანი და რატო ეხა გეტყვით. ის ხო იცით რომ ბილბაოს გულშემატკივარია, საქართველოში ალბათ სხვა სვერი პოვი. ტურაშვილი. ეს მექსიკის ნაკრებში. მეხიკო! მაგარია მე რა. ხო და მე ვარ თუ რა არის? მე ისა ვარ. ვახო მიცის მაროკო, არა, მაროკო. მექსიკას. როგორ შეიძლება ფეხბურთი გიყვარდეს და მესი არ გიყვარდეს? წარმოუდგენელია. იმიტომაც ვია ეს მაისური მე. დიეგოს მაისურია, მაგრამ არგენტინის არის და ბრაზილიის გულშემატკივარი და მიტრაკები რომ რითი დადიხარ რაღაცებო. საერთოდ არ მაქვს ეგ ისა გართულება რა. ეხა ნოდარისნაირი გადაშეშებული არ ვარ ესპანეთზე რო არის რა. მართლა არ ვარ და თან ბრაზილიაზე მარტო მევიძახდი, მე მგონი ნორვეგიას ვერ მოგესმეთქი და მიტრაკები. მეც ვიძახ. მე კიდე პირიქით ვამბობდი მე. და მიტრაკები და რა ნორვეგია, დიმას ვენაცვალე და აბა გადაუვლის და ნორვეგია იყო თუ ბრაზილია ფორმა რო გადაგეცვალა, ვერ ვხვდებოდი. ის უფრო ბრაზილია იყო როგორც ახლა როგორ ახარ ვახში. კარგად, მადლობა რომ დამიძახით, გამიხარდა, გიყურებთ. გევასება ჩემპიონატი. მე ვაფშე არ მაწუხებს, მე ხო დილის გადაცემა მიმყავს. არა, თვითონ ფეხბურთი. ხო და გეტყვი რა, რომ მივდივარ სამსახურში, მე ხო ცოტა ადრე მივდივარ. ჩავრთხოვ სანამ ანუ ეთერში შევალ, ზივარ ფეხბურთს უყურებ. ანუ მექსიკა, ინგლისს, გადაცემის და ლაივს დაწყებამდე უყურებ. არა, თვითონ ხარისხობრივი. მე მე ჩემპიონატია. მომწონს ძალიან, უბრალოდ ერთი რაღაცას დავაკვირდი, რომ აი რაღაცა სტანდარტული ზონების დაკეტვის ხარჯზე ძალიან ბევრმა გუნდმა მიაღწია წარმატება. ქვედა ბლოკი რა, ქვედა ბლოკი რა. მე სულ მაგას ვამბობ, ნახე, ყველამ ფეხბურთის თამაში ისწავლა ხო არის? ყველამ დაკეტვა ისწავლა. აი გუნდა მეთქვა და ამასთან. ყველამ ისწავლა დაცვის თამაში. ხო. ზუსტად, აი ყველამ ის ერთმანეთს გავს მეორე ეშელონის, აი ყველა ნაკრები ვინც არის, ერთმანეთს გავს ძალიან. ხო და არ მომწონს. ზოგი ბევრად ახლა ნუ არ მომწონს და რა არის, იცი შეიძლება მე ასაკი მომემატა და ისე აღარ მიყვარს ფეხბურთი თუ რავი, არ ვიცი, ალბათ ეგეთი რაღაცები არ ხდება, სხვა მიზეზია. იცი რა, თითქოს ვნება აღარ აქვს, აი სანახაობის ვნება აღარ აქვს. ანუ იცი წინასწარ რა მოხდება? ნახე დაახლოებით წარმოდგენილი მაქვს როგორი თამაში იქნება. რა ეხა როგორ შეიძლება რომ ესპანეთი, პორტუგალია იყოს ჩანიშნული და საღამოს 6 საათზე ჩვეულებრივად მიდიოდა სახლში. ხა ხო გამორიცხულია. უნდა რომ დღეს ბიჭო ესპანეთია, პორტუგალია რა და ეგ არ მქონდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად წარმოდგენილი მქონდა რომ ამათ უნდა ეს ტკაპ ხო და იყო თქო და შეიძლება მაგალად გავიდა. კი, მაგრამ ალბათ მაგის ბრალია ცოტა. ჩემ შემთხვევაში სხვებზე არ. შენ ახლა რო იძახი ამ ქვედა ბლოკებს და ხო, შემგდებებით რო ყავს ყველას მაო. ეგრე არ არის რომ მარტო იდგე და შემთხვევით გაიტანო. მაგრამ მესმის რასაც ამბობს რა ხო რა. კი, მაგრამ ეგვიპტე ხო დაგეგმა ძმაო. ეგვიპტეს რო შემსრულებლები ყავს შეიძლება. ახლა ეხა დონეაში. მაგრამ ეხა მაქედან მეორე მხრიდან შეხედე. ნახე, როდესაც ხარ ეგვიპტე, ისტორიაში პირველად პლეი-ოფს თამაში. ვერ გაამტყუნა. ხო, ეხლა ამათვის უკვე ნაღმზე აღარ ქონდა ფეხი. მარტივად ვთქვა, საქართველოს ხო ითამაშა პორტუგალიის წინააღმდეგ ევროპის ჩემპიონატზე. ვინმეს ოდესმე გაახსენდება რომ ქვედა ბლოკით ვითამაშე, ყველას გაგვახსენდება რომ მოვიგეთ. პირველივე წუთზე შევარ. ჩვენი გუნდი ყავდეს იქ. საერთოდ არ ვილაპარაკებდით ამაზე. არა, ნუ ფაქტია რომ შედეგს მაგითი აღწევენ, ორჯერ გადარჩა არგენტინა. თორე აი ხა იმ დღეს რა უყურებდი იმას, რა ქვია, მსოფლიო ჩემპიონატი 90 აი ჩემთვის პირველ მსოფლიო ჩემპიონატს და როგორ თამაშობს პირობითად რო გავიხსენოთ აი ბრაზილია ნორვეგია ხო იყო ბოლო ისეთი მაგარი თამაში იყო 98-ში უპელესი რაის ტორე ანდრე ფლო აი ნახე აი ტორე ანდრე ფლო ჩელსი და იცი ტორე ანდრე ფლო ეს ზოლა ამარა ნუ მე ჩელსიდან მაგას ვიცახ და ფლოს მე მაგრამ ერთ განასხვავებ შეჩემი სერიოზ მაგას ვიცახი ერთხელ აზრად არ მოსვლე რო უყურებ მაგ თამაშს ბიჭო იმას რა ქვია ნორვეგიას რო მეორე ნომრად კი არა გიჟივი წინ მიდიოდა და მოუგო 98 წლის ბრაზილიაზეა ლაპარაკი და ის ნორვეგია რო ამ ბრაზილიასთან იმ სტილით ყოფილიყო რა სამო კიდე უფრო საშინელ ანგარიშს რაღაცნაირად ამბავი არის რა ბრაზილიას რომ თავარი ვარსკვლავი მწვრთნელი ყავს მორჩა მან ლაპარაკი რაღაც არ მომწონს ხო ანჩელოტის იმედი გვაქვს რა ანჩელოტის იმედი მეკარეა ეს კარგი მოწყული აი ანჩელოტის იმედი ხო მაგრამ მესმის რატომაც ამბობდნენ ანჩელოტის იმედი მაქვს რომ ვინც ბრაზილიელი მაინც ცდილობდა ბრაზილიურად შეეკეთებინა რაღაცა კითხოთ ორივეს მიდი ანჩელოტი ხო დააწყებინა უკრიდან და რაღაც პენალი გამაზე ეს
კი. ერთ-ერთზე გამაზე. კი, ხო და. აი ხა ეს დედამოწმული. მაგას გეუნები. კაცმა გააკეთა ტაქტიკა, რომლითაც უნდა ეთამაშოთ, ეს ორი გოლი რო გასულიყო დაამთავრა არ არსებობდა. ზუსტად, მან ბრაზილიელი ესე რომ მიუდგეთ. სხვანაირად ვერ მიუდგეთ. დაუხაზა და ვერ შეასრულეს. მე პროსტა ის გამიკვირდა რა თქმა უნდა დაარტყმევინა ვინ ისე გამიკვირდა. ეგ საერთოდ შოკი ძალიან არის. უცნაური. ის ვაფშე რა შუაში იყო, იცი? პენალი მეგონი დარტყმული არ ქონდა. და ვინი და სიკეთე რა შუაში. არა, თვითონ რო ხმა რა მოუღია. ვინის მაგაზე იცოდა თავიდან რომ პენალი თუ დაიდო ამ ტიპს უნდა დაიდო გავიდა გვერდზე ტიპი რადიკალურად შეცვლილია ვინისიუსი რა ეს ახალი დღეს ლაივში ვთქვი რომ შეიძლება სიზმარი ნახა. ახალი ვინი არ მოაჩინაო რა ან კარლო რა აი ახალი ვინი ხო ეხლა სახშია უკვე ხო და ნუ დაიწყო დიდი ხანი გაყვათ ჯერ წესიერის აი დიდი ხანი იყო 3 წუთი გავიდა 3 წუთი ცოტა არა მექსიკა რატო გელაშა ნერვები მომეშალა უგო სანჩესის მერე ევასება უგო სანჩესი არ და ის მინახავს როგორი იყო ეს ბურცრაგდებდა ეს ბლანკო ვატემონ ბლანკო ტემო არა ეგ მექსიკა ეს ევასება უგო სანჩესი მაგრამ ევასება მაგარი და მე უყურე 98-ში პირველ სოფლიო ჩემპიონატს გააზრებულ რა ჯერ ბიჭო ფორმა აქვს ისეთი რომ დაგამახსოვრდება ეს მუქი მწვანე და მაიას ტომი და არა საკაიფო გუნდი იყო მაგრამ ბალენში იყო მაგრამ ყველგან გაჩვენებენ რომ ესენი არიან მექსიკური კარტოფილი გევასება მექსიკაში არ ჭამენ იქ არ არის ვაფშე ხო იცი არ არსებობს საფურთალოზე კეთდება ნენა უთხაზმა ხონა მაგათ ყავდა 98-ში ერთი ერნანდესი იყო თავდამსხმელი აი აქამდე ქონდა ყვითელი თმები ვიცი შეჩემა ურა მაგარი თავდამსხმელი იყო და ჯო რატომ მომწონს იცი ვისაც არ უნდა ითამაშებოდნენ სადაც არ უნდა ითამაშებოდნენ ზღვის დონიდან რამდენი მეტრზეც არ უნდა იყვნენ თამაშობენ ისე როგორც მოწონთ რა არც პირველ ნომრად თამაშობენ არც მეორე ნომრად თამაშობენ როგორი სიტუაციაც მოუწევთ და ვერც ერთმა მწვრთნელმა ვერ შეცვალა რა ეხაც ინგლისთან მეტი აქ აღარ დარეკოს გეუბნები მე შენ გავთხილებ რა ვიღაცა მეც მიირეკავს და უთხარივო გადაირია იმას რა სახე როზა მივხვდი რომ გადილაობდი ხო და რა არის იცი მე ვახსება რა თავისუფალი ტიპები არიან 1-2 მაგარი შემსრულებელი ყოველთვის ყავთ და ჯიგრით თამაშობენ ანუ გარყვნილი ტიპები არიან გარყვნილი შენ ეგ შენ თავში ხო და რაც თავარია ეხლა არ გვეყო კლასი რა 10 კაცით რო ინგლისის წინააღმდეგ დადგები და მარტო მოიფიქრებ იმას რომ გვერდიდან ჩააწოდო 2 მეტრზე დაბალი არავინ რო არ არის თან კარებში პიკფორდი რო დგას ხო ანუ აღია ხო ინგლისი ისე ბიჭო კარგად დაიწყეს თავი 26 წუთამდე ინგლისს კარისკენ არ ქონდა გახედილი ამათმა 2 წუთი რაღაცა გათიშეს და 2 გოლი გაუშვეს და მე პენალი მოიგონეს და თორე თუ ახსნები ზედიზედ 8 ჯერ არიან გასული მერვეთ ფინალში და ყველა ჯერზე ამოყირავდა აი მერვეთ ფინალი თუდია დავახო აი სოფლიო ჩემპიონატი ყველა სოფლიო ჩემპიონატს ყავს რაღაც თავის სიგიჟები და უცნაურები ესეთი არასდროს მინახავს რა იცი დაიწყეს ბიჭო იმ დღეს ფავორიტების დათვლა როგორ იცი ხა ხო რა ფეხები და ცხრა ფეხები ეხლა დაიწყეს რომელ ქვეყანას უფრო მეტი ის ხავს რა ქვია ფრინველი მრავალფეროვნების ფრინველიო ბიჭო და ესპანეთი იყო ქვეყნების კუთხით სადღაც მე-16 პოზიციაზე მაგრა უბერა სამხრეთ ამერიკამ უნდა მოიგო ეგეწერა ეგეწერა არ იყო რა ადრე რომ ძალიან ხშირად იყო ხოლმე ხან თაგვი ხან ხო და ეხლა ფრინველებზე დაიწყეს ხო ის იმდენად ხშირი არ არის თქო მაგაზე სტილო მახსოვდა სტილო ესენი ხო რაღაც კიდე ზღარბები საზუნა მაძღარბა ატმის კამპოტი ყველაფერი მაგრამ მაგ დროს მაინც ერთი რამე დაიმახსოვრე რა მეზობელი კაცი საშუალოდ 55-დან 65 წლამდე ყველას ყავს, რომელმაც ზუსტად იცის ვინ მოიგებს. ეგ და ლაპარაკს იწყებს ესე. ხა მისმინე? შენ არ გემახსოვრება. და მომენტებში აი ეს, ესა დაბრედვა. და მე გიხსნის, რომ ის შენ ფაქტორად შემასაგზე ლაპარაკობ ხა რო იცი. ხო და შენ გაქვს ეგენი. ხო და შენ ხო არ ახარ ჩემი მეზობელი, შენ ხო ყავს ეგეთი. გადმოვა, საცხოვრებ შენ? აი არ მინდა მაშინ არ გამომენტროს. ბიჭო, უყურე რა ხდება? ჯერ ერთი ახლა ის კალათბურთის დაიდო კალენდარი ჩვენების და თორნიკე შენგელია, აი კაროჩები, არ ვიცი ზმაო, აი ხელებიც ამიწერა. ერთმა გააკეთა, არ ვიცი. მე აი რო წაგიკითხოთ, ეხლა თა რა ჯიგარსონა ტიპია, მე პროსტა ულოცავ ხოლმე რა, არც არ მეთქია რომ ინტერვიუ გვინდა და რაღაცაც მაოდან. თორნიკეს მე ჩემი მეგობარია, მამამისთან ერთად კალათბურთს თამაშობდი, რაც მე მახსოვს მაგის რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, ერთად თამაშობდით. მოწინააღმდეგ წარმოიდგინე ხმე რომ დამჯახებოდა ის. ალბათ სამწამიაში არ შედიოდი. არა, მე საერთოდ იქ არ შედიოდი, რა მინდოდა, გარედან ткаპანს კუპურ. მივწერე მეთქი თოკო თქვა და თან მე რომ დავდე სტორი რა, მაგის მაიკა ხო მიკიდია, შენგელია მაისური და ქვემოთ მიდევს ჯორდანი
ისა ჯოკოვიჩი და კობი თუ რაღაც თოჯინებია რო ქანაობენ. მაგის ფოტოს ფონზე გადავიღე, დავარტყი story და არაფერი, просто Instagram-ი მაქვს მარტო რა, აი story-ებს დევ და просто кайფობ რომ დევს და ხალხს ევასება და ვიღაცაში პირადში მომწერეს რომ ჩემი ვაკაცია რო ისო. ძეგლიო შვილი. ძეგლი დაუდგათ ამ კაცო, ეს რა იკადრა ძმამო რა და ეს ჩაუგდე რა მე, ნუ მოვკვდათ ისე. მეოთხე ძეგლი უეჭველი მეთქი დაძრულია, მერია შევიტანთ ეხა განაცხადს და მე რას წერს, აი თუ გინდა წავეკითხვა რა თქმა უნდა ზეპირად მახსოვს და მე რას წერს თან ვიხარია რომ გაგახარეთ ისაო რა. გულშემატკივარი მაგრაო რა ტიპი არის აი ძალიან მაგარი ბიჭია რა. თანამედროვე ქართული კალათბურთი არის შენგელი. ეს გააკეთე ეს კაროჩე მაგანდარი იდმა ძმაო. ესე იგი 37 და 32 რამდენია? 69. 37 და 12. 20 ქულა გააკეთა მთელმა დანარჩენ. ეგ პრობლემა ხვდები ანუ. არა ეგ პრობლემა ის. მაგრამ რო გადაედო ტურძილაზე იმას და დაცვაში ტიპებმა რა ითამაშეს ბიჭო. სამჯერ შეტევა ყორსნით ვერ დაამთავრა ესპანეთმა. დაცვაში ითამაშეს ბიჭები რო გადაგედება ხო იცი გიჟივით რო თორნიკე რო გიდგას შეება და ეს ზანგი ყველა ბურთს რო აგდებს იხსნება თემა 22 ქულის მერე შანსი არა მე არ მახსოვს ისტორიაში ესპანეთს ამ ხელა ცხოვრობით მერე წაიღოს რა მე ვიყავი დარბაზში და როგორ მე ეგეთი სპორტული ასპარეზობისთვის საქართველოში ტრიბუნიდან თვალი არ მიმიდევნებია. გუნდურ სახეობაში მით უმეტეს და თორნიკეზე ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის. იცი რატო ვერავინ ვერაფერს ვერ იტყვის? რასაც ეგ გაკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის, თავისი ოჯახისთვის, თავისი გუნდებისთვის. ხო, მაგისით სიტყვებით გადმოცემა ყველას არ შეუძლია. რა მაგარი ბიჭია და ძალიან მეამაყება რომ ჩემი ქვეყნის კაპიტანი. მე გონია რომ ეგ დრო დაამთავრებს და მერე დრო რო გავა, მაშინ მიეკუთვნება თავისი ადგილი ისტორიაში. და სავარაუდოდ იქნება ერთადერთი და უნიკალური, რომელმაც ეს კი არ ვიძახი კამბექზე და იმას, ეს კალათბურთია. თავისი ქვეყნის პატრიოტიზმის მაჩვენებელი რა ტიპი რა თვითფრინავიდან ბოტას ამოიწვევდა და გამოვარდებოდა ეს რამდენჯერ გააკეთა, მე გულის პრობლემები გაეჩნდა ტიპს. ყველამ ვიცი, გადაველობისგან, უძილობისგან და მე კიდე ბიჭო, აი როცა მან ხო იცი რა ამბავი იყო. იქ მე როგორც ვიცი, ბარსელონადან არ ქონდა გამწვანებული ვარჯიშის დაწყება გულზე და ანუ ნაკრებთან ერთად უნდა ვივარჯიშო. აი, ფუტბოლზე გადავინახოთ. ევროპული გუნდების ნომინაცია. ისე ხო ისედაც ვიცოდით რომ ეგრე იქნებოდა. რატო ბრაზილიელს შემაგრე ჩაიჯოდა საიდან ვიცი. არა, მე არ ანუ რო ვერ მოიგებდა ექს ჩანდა, ეს ბრაზილია რომ სოფლიოს მომგები არისო. ხო და ეხლა უკვე არგენტინაზეც დავჭი მე აფრიკის ნაკრებებს რა. ხო, რატო? მაინტერესებდა ის სადამდე გაყვებოდათ აი მაროკო ნახე მაროკო არ ის მეოთხე ფინალში. ერთადერთი კოტ დიუარზე დამწყდა გული. თითქოს რაღაცა ერთი კონცენტრაციის დაკარგვა. ისა რა ქვია, დაუჯდათ აი გერმანიასთან ჯგუფშიც აი რა ბოლოს წააგეს. გერმანიასაც ველოდი სადღაც გაჩერდებოდა, რომ ესეც მომგები არის. გერმანიაზე თუ არ გაგვიბრაზდება მეც არა, პირიქით ვახო და გადაუარა სპეციალურად. კესმა იმას თქვა, ვინ არის ვაჟი არ ვიცი რა დამაჟობებლიათ. ნიდერლანდებიც არ მჯეროდა, მეც არ მჯეროდა. ესპანეთი მჯეროდა, საფრანგეთი მჯეროდა. ნორვეგიას ვამბობდი საკვალიფიკაციო ეტაპი სანამ დასრულდებოდა ორი ტურით ადრე რომ დააკვირდით მეთქი რაღაცას მოიგებია. შვეიცარიაც რა მაგარი გუნდია ბიჭო. ნორვეგიის შვეიცარიას უძაღლი იყო არ გახსოვს. ესპანეთის პირველი თამაში გახსოვს რომ მოვგეს და მე 2000-ში რომ მე ანტლის ფოთოლი რო ვაჩუქეთ. კი მე და ვის რა ქვია მაროკოს მჯეროდა ნორვეგიის არ მჯეროდა ვამბობდი რომ აი ეს რაღაცა გონია რომ აი ატყდა რაღაცა ამბავი რომ ნორვეგიაში უკვე დაიდო ნორვეგიის სენსაცია არის სტადიონზე სადაც ვიყავი აი პირველად საქართველოს ნორვეგიაზე მოგვიგეს 4-1 კი ფლო და შემეტრადე მაგალ ბურთებს რო აძლევდნენ შემეტრადეს და ბოლოს თქვა მოუტყდა კისერი თქვენი და ესე შეაგინა ყველასი მე ახსოვს მაგ თამაშზე ერიკ მიუკლანდი იმიტომ რომ მაგ ხელათმიანი კაცი მე ცხოვრებაში არ ყოფნა ნანახი ცოცხლად და მომახსოვრდა ჩემ გვერდზე იჯდა დიდი კაცი და მთელი თამაში სოსის ჭამდა, აი როგორც სხვა ხოლმე ბენზინას ჭამდა, აი შენ, აი. თან სახლიდან წამოიღო, იმიტომ რომ მაშინ სოსისები მაშინ არ იყიდებოდა სტადიონთან, თან სტადიონთან მაშინ არ იყიდებოდა. არა, მაშინ თბილისში არ იყიდებოდა. მაქსიმუმ კიგვითის პარტარი იყო სოსი, მაგრამ ახსოვს ეგ ნაკრები. ისე კიგვითის პარტორმა მომწოთ ნორვეგიის მაგრამ. ბელგიაზე რა სიტყვით? ძალიან მაგარი ძიმე თამაში ექნება ესპანეთს ბელგიასთან და მაგრამ გუნდურობით მაინც მოუგებს. ბელგია ხო ის არის რომ აი ეხლა
ესპანეთი მოუგებს გუნდურობით თქო და რა. ის უგუნდუროა? იმას არ აქვს გუნდურობა. ჩვენ ფლამანდრიელები მათ არ ელაპარაკებიან და რა ვიცი ისინი ემიგრანტები არიან. ჩვენ კიდე დღეს ევროპული ტურნირები, ნუ ეხლა უკვე ჩვენ პარასკევს გავალთ, მაგრამ და ჩატარებული იქნება. ვიწყებთ ფეხბურთელის უთი თუ გიდობთ ქვათ ეხლა ფეხბურთელის და მწვრთნელის ჩხუბით. ეტა მოუღარ, აი ევროპული საკლუბო ტურნირების წინ მწვრთნელმა და ფეხბურთელმა დააწყეს არ წავიდა. დემჩენკომ და უდუშაურმა იმის დე რა და ფეხბურთელი იქ არ არის. არა, მე არც მინდა ეხლა ვკითხო რომელიც ორი იმან დაწერა დემჩენკომ რაღაცა დემაგოგიური პოსტი უშველებელი. დააბრალა ყველაფერი ამ ბიჭს, ამან თქვა რომ მე ხა არ ვიტყვი, მაგრამ ეგ სურის სიცრუეა და მოორჩა. მე ვამბობ რომ ეს თუ არ ითქვა ძმაო. ერთხელ და სამუდამოდ ეს ყველაფერი სათქმელია. რა ხდება? ვიჭო, ობოლაძე ყოფილა შეგრითაო. მოდი აქა, მოდი. აი, გეტო. აი, ევროპული საკლუბო ტურნირების წინ იბერიას თველმა და წამყვანმა ფეხბურთელმა დააცხეს ერთმანეთს გუშტებით, ვიჭო. ადრე იმაზე წუწუნებდით რომ საკვალიფიკაციოს დაწყებამდე 5 ფეხბურთელს იმატებს გუნდი, ქართული გუნდები ზოგადად ყველას ეხება და ვერ ასწრებენ შეთამაშებას, რომ ეხლა იწყებენ ბათქა ბუთკი და ლეწამფრენი. თამაშის წინ არ ვინერვიულობთ, ეხლა ეს თემა ჩავფარცხოთ და რა მაგრამ იმედია გავიგებ. ისეთ გუნდებს ვეთამაშებით, ბიჭო, ყველამ უნდა გაიაროს მეთქი. ტორპედო არის ზირასთან. ხო, მეგონი ყველაზე კაი ძლიერი მოწინააღმდეგე. ფლორა? ო, ზოი ყველაზე ფლორა ტალინი მაგარი საშიში გუნდია. არავინ არ იფასო. მაგათმა ის ჰოკეის იმედი რომ გამოლა ჰოკეი და ხილამური ჯოხები სერიოზულად ამბობ ხო? არა, ვიძო რა სერიოზულად ამბობ შეჭება. არა, ყველა თამაში ნანახია გუგუზის მაგ ჩემპიონატს. პარამეტს გეუბნები. ეს ფლორა არ არის ის გუნდი რომ ჩახვიდე და წამხიო რა. არა, მურტალი გუნდია უკან დგანან, მართლა გეუბნები. მურტალი გუნდია მაგარი, მაგრამ ზირას ჩემი აზრით უკეთესი. ხო, მაგრამ რაც უნდა იყოს ჩვენ რაღაცა პრეტენზია როგორ უნდა მოუგო. საიდან ის თორე რა ეხა გაეცალი. რა უნდა YouTube-ზე ტალინის არხები მაქვს. კალევის. კალევი, კონკალადოჩი. ოღონდ რა არის, ეს მეორე ვარიანტია. გახსოვს პაიდესე რომ დაცინვები წავიდა და ჰამრუნზე და მამრუნზე და რაღაცა. ხანდახან ჩვენ რა გვეპარება. დინამოსთან წავი 6-1 შეში. ხო, ჩვენ ხანდახან რა გვეპარება, იცი, რახან ჩვენ არ ვიცით. ამა თუ იმ გუნდის ვინ ჩამოთვალეთ სახელები. გონია რომ ჩვენ ყველაზე იმაძე მაგრები ვართ. და ეგეგრეა. არ არის, აბა რა, ბევრად ვითარდება. ხო, მაგრამ ბაშაკ შეხირი რო არ არის, ხო, ბაშაკ შეხირი რომ არ არის, ეს მოცემულობა ხომ ჯობია. კი. ნუ ამთავრდა რა. მე სულ ამბობდი ხომ, ერთი შამროკ როვერსი შეხვდე, შამროკ როვერსი შეხვდე, ეს მაგარია, სლაბი გუნდები ყავთ მაგათ და ჯგუფში არ ითამაშეს ახლა. სენიო, შარშან მიმყავდა კონფერენს ლიგაც. შენც მობას მიცავარ, აი რომ დავშტაროთ ესე რომ დავშტაროთ და გვითხოვს, რომ ნეტა ეს შეხვდეს. ანუ ვისაც ინატრებდი, ყველა იქ არის უკვე. ყველა ჯგუფშია შესული. აი ჩვენ მაინც შეხვდეთ კაი ხასიათით რა. რაღაცა იქ. ო, არა, ამბობთ ვერსიები. მე რა ვიცი, როდემდე უნდა. ახლა ვერსიები თქვა, ეს გადაცემა რომ გავაპარასტით, უკვე პირველი თამაში ჩატარებულია. მოდი ვერსიები თქვა, თამაშობს, ხვალ თამაშობს ის საქმეა. მე ვიცი, რომ სამივე დღეს თამაშობს დილა. არა, დილა ხვალ არის. დღეს თამაშობს ტორპედო და იბერია. ტორპედო და იბერია. მე ვამბობ, რომ ტორპედო სათამაშობს გასვლაზე. ორივე გასვლა, ორივე 8-ზე იწყება. მე ვამბობ, რომ გოლს ორივე გაიტანს. მე ვამბობ, რომ თითო გოლის უპირატესობით დაბრუნდება ორივე გოლი. აუცილებლად მაო. აი დილა არ ვიცი, ტორპედო მოიგებს და იბერიაც არ ვიცი. დილაში თვითონ იქ რაღაცა ბევრი არეულობა იყო ამ ბოლოს. სუსტი დილა არ მახსოვს მაო. და წვიმიანი და ნისლიანი. ვახო, შევიცარ გეწონავს ვახო. ოხერსკი. ვახო, დღეს ჩემი თამაში უნდა აღვადგინო რა. დავაი, დავწყობ. მოიცა ფავორიტები თქვა სოფლიოს წინ რა. სოფლიოს ფავორიტები კი არა. სოფლიოს ფავორიტი არის დონალდ ტრამპი. რა გინდა წავიდა ეს ამერიკა. ეს ბალოგუნი და მოუწყეს კარგისანი. წავიდა ეს ბელგია მამუასო. ვითომ ეგეს მესი არ ყოფილიყო ეხა რომ მოეხსნა რაღაცა გაეპროვა ხო, ვეიზე მესი. აბას კალმის ტარია და გიფები გაიჩითა ტრამპის და ინფანტინოს. იმენა აი ვერ წყვები რა. აუ ინფანტინომ რა მაგარი რამე თქო ჩვენ, ვაფშე აზე არ ვიყავითოს მან თუ რეკლამა ჩასვლა. მე მაინც გონია რომ ესე. აპიკი ფული არ აგვიღია. არა, რა ფული შეჭ, რა რეკლამა. ჩვენ, ვაფშე აზე არ. ან წყალი დაილია, მზე მეტი შეჭ. ვახო სტადიონზე შეგიგინებია იმისთვის ფერმისთვის. კიდე ერთი ამბავი მოგიყვეთ, შეიძლება არ უნდა უყვებოდე ხე ჩემ პროფესიონალ. ჩვენ გადავწყვიტეთ. მოკლევი გვარები არ დაასახელე. არა, ჩემ თავზე ვყვებით. არ ჩემი თავი არ თქვა, სხვაზე მოგვი. ვასიკო მაისურაძის გაწვრთნილი 17 წლამდე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ნიდერლანდებს აგინე? არა, გეტყვი ვისაც ვაგინე. ვაფშე ყველას ვაგინეთ.
კაი, ხო და ეს ჩვენ თვითონ ასაკით პატარები ვართ. საქართველოსთან ვიყავით 3 თუ 4 არხი, ხოლმე შორის მეგობრები მინდა ყველა მოვიკითხო, მათ შორის აქედან და ჩვენთვის ეს ხო ახალი, ჩვენ ხო არ ვიცით ევროპის ჩემპიონატზე როგორ უნდა მოვიქცეთ. როგორ უნდა ან თან იმ დროს და მონდარ სტადიონზე არ უნდა მოვცა. ვართ, არა, ეგ ვიცოდით. ეგ ხო და ვართ სლოვენიაში და შევედით ბიჭო ამ სლოვენიაში დავსხედეთ ეს გაკეთებული გვაქვს ეს ისა ნერვიულობისგან ეს აკრედიტაცია ყველაფერი გაწუხებთ რომ ვეთამაშებთ გერმანიას გორეც გაყავთ კაპიტანი იმათ რაღაცა სიგიჟე ხდება და ამოვიღე სიგარეტი უყურებ და ვიღაცა კაცი მოვიდა რაღაც უყურებ მე უნდა თავი დაგვანები რა 6 ქართველი ვსხედვართ მეტი არავინ არ არის. არაფერი არ იყო აკრძალული კაცო და თავი დამანები ევროპის ჩემპიონატზე გავედით. ეგეთი რაღაცა ვაფშე. სტადიონზე ეწევოდი? ტრიბუნაზე ვსხედვარ კაცო მედია ლოჟაში. აჰა. და ახო მოწევა არ შეიძლება. მეოთხე გავიგი თავი დაგვანები. რა თქმა უნდა ეწევით. ვერ ვიგებთ რას გვეუბნება. არ მცალი ეხა წარმოიდგინე რა ხდება და მე მოვაგზავნა ვიღაცა სხვა კაცი. მოვიდა ეს კაცი. უნდა ადგეთო და გადაждეთო აქედან არ შეიძლება. კაი, მე ვუთხარ გადავჯექით ჩვეულებრივ ტრიბუნაზე. ხო, ეხლა ტრიბუნაზე ორჯერ მეც მოვწოდით, იმიტომ რომ ჩავთვალეთ რომ აქ შეიძლება. თუმცა იქაც არ შეიძლება. არა, არსად არ შეიძლება, ხო. ხო, მაგრამ ამის მაგრამ მაგწევში რომ არ იყო იქ, რომ იყო აკრძალული და გამიკვირდა. ვიღაცა კაცი მოდის და არ შეიძლება მოწევაო და კაიო და აკო გახსოვს შენ, აკო ჩვენი მეგობარი აკო. ნაზღაიძე ეს? კაცი გიგანტი. კაიო სიგარეტი თუ არ შეიძლება, ოღონდ სრული სერიოზულად. არა, გადააგდო და ამოიღო სიგარა. და ჩვენ ვიღაცა გვაჭირდა. სიგარა შეიძლება. არა, უკვე სიგარებს ubერავთ რა. გადის პეჩის ბოლი. ნიკუშა ჩხეიძე მოდის ნაკრების მენეჯერი იყო. რა შვებითო ბიჭო? თან თამაში ვითის რა და რა ხდება მეთქი და მთელი UEFA და არბიტრო წეგან ჩვენთან მოვიდნენ. ეხლა იმ 6 კაცო სიგარეს თუ არ გადააგდებინებ თუ დისკვალიფიკაციას მოგცემ თუ 6 ეწეოდი რა იყო მატარებელი ორთქმავალია შენ 6 კაცი რა. ჩავახრეთ ეს მერე რა. მაგის ფონზე ეხლა ლიგის ფინალებზე ბოლოსკენ მე რომ მივიდიოდი ხო აკრძალული იყო. პირველი გოლის მერე აი ყველას ხლზე ეკიდა. ყველა ეწევოდა და ის სტუარდებიც უკვე ხელს ჩაიქნებდა და მიდიოდნენ. გოლი გავიდოდა თუ არა ყველა უკიდებდა ეგრევე და თავიდან მე გავდიოდი 2 კილომეტრიც გარეთ სტადიონის სადაც იყო ადგილი და იქ ვეწეოდი. გზაშიც ვერ მოწევდი, იმდენად გიტრაკებდნენ, მაგრამ იქ მერე უკვე სხვა თემაა, ეხა ჟურნალისტები კომენტარი, რამდენი ეხა 15 კაცი რომ მოუკიდებს. თან ეხა BBC-დან რომ იმიდა რა ქვია, ESPN-დან როა და Sky-დან ტიპი და რამე და უკვე ჩაიქლებდნენ და მივხვდი რა ასიც. მოწევ არის მავნე. ძალიან ცუდია და არავინ არ მოწევთ განსაკუთრებით სტადიონებზე და არა. სხვა რაღაცაა რა, ჩვენ არ ვიცოდით მაშინ და ჩემი აზრით ეხლაც არ ვიცით. როგორ უნდა გავუმკლავდეთ წარმატებას. აი, როგორ უნდა მოვიქცეთ ბედნიერები როცა ვართ რა, ეგეთ რაღაცა. ბიჭო, როგორ არა თო? აბა, ევროპის ჩემპიონატის ბედნიერები არ ვიყავით ყველაზე მაგარი. მე ხო რაღაცით ხო მივედით და ჩვენ იქ ჩავედით ჟურნალისტები, რომლებსაც მოგვეთხოვებოდა აკადემიური ქცევა და არ ვიცოდი პირველი შევასწრდით რა. მე ხო გაიგე და ეგ არის თავარი. რაღაცას ხო უნდა შევექეთ. ვერ გავიჩვენოთ ეწეოდი. მე რო შევეხეთ იმას წარმებს მე მივხვდი რა არის ადამიანის წარმებს შეეხო და კიდე რაღაც საკითხებს და მინდა რომ ძალიან კატასტროფინა აი ნიაზამ რო გააცრო რეპორტაჟი რომ იყავს და ჯიხურთან ბოლი ავიდა რა კოკორა ნაფასი და არქარი ნიაზას ვენასო ნიაზ სიყვარული თაკა ნიაზა დაგლიჯოთ ლაივზე შერიფ ეხა იტალიელებმა შერიფი შემოუშვეს მაგრამ ჩვენ არაფერს არ გვეშინია ბუხაიძე გვყავს ჩვენ შეგვიძლია ერთ-ერთი დიდი პატივისცემა იყო მექისეზე და ეკი ამას ხო ჩემი მექისეს გაიტანა მე გაჩედა ჩემი მექისეს რა ერქვა რა ერქვა სერჟი კაზე ვერ გაიხსენა სახელი ბატონი ნიაზია უფრო და ისა აი მარემჯის რეკლამაზე საათი აჩუქეს შეჩემა მე აუ მაგრამ შენი ტრანსლაცია მარემჯი დაყვა ბოლომდე ისე ისინი გამოყევდნენ ეგეთ რამე არ უნახია და დააჟილდოვეს იმენა სრულიად დავსახურებულა დიმა დიახ მე მინდა ვეთამაშო ვახოს ესე რა თუ გაგიძუყლიან თვითონ არ ეკადრეს არა ვიღაცას გამოუშვეს არა ჯიგარია და არის ანალიზებზე არ მოგიწია ეს კონტექსტებს აკეთებს ეს არანაკლებ ხელიდან წასულია იქ იმ დროს აი გადაცემაში რომ მეუბნება თავარია სწორი ანალიზი აბა დაამთავრე ფეხბურთელის გვარია კუნი ეხე რა თქვი შეჩემა კუნია ანაგიციე პადაჩა კაი მოდი ახლა ვითამაშოთ ვახო მინდა რომ დავამარცხო სეკა კუარელა
ხო, ამის გამო გადმოვიდა. კუალელა? ქაქეთის ბეთლემში. თეგის ბეთლემში რო იყო. კუალელა ხა არ მითხარ. ამის გამო ქედის ბეთლემში თამაშობდა. თამაშობდა ერთხელ გამოიყვანეს თამაშად და ყველა შენ იმას ეკოდა რომ აქებდნენ. არის ეგ თავისუფალი აგენტია ხო არ გინდა სადმე გუნდში მოვაწყვეტ. ქედის ბეთლემს გადმოყავდა რა. აი ეგ ფენომენი ვერ ხსნი რომ ეგეთი გვარის ტიპი საქართველოში როგორ უნდა ჩამოიყვანოს სულ რომ ესი იყოს ბიჭო. თან ესე დაიწერა რა თქვათ მაინც. არა, ყვაველა ქედის ბეთლემისთვის შეუტევს. და მე გამიправდა რომ შემიძლია ეგ თქვა. გვარია ფერმურთელის. მალა, აი. და რეპორტაჟზე რო გაქ ხო სუყვაველა უნდა იწახო და ართმა ყვაველა შესანიშნავია. თან ყვაველა ქვია. ყვაველა. კუალელა თუ რაღაცა მაინც გეტყვი ხა ზუსტად. აი. სურათს განახედა, აი? თუ ვაფშე არ გავს. დამახსოვრებული აქვს, დასეირებული. კუალელა? მარჯვენა ფანქზია მოატყო, ერთი მოატყო, მეორე. ლუკა რა. ვაიმე. თუ შეხლა, სადმე თხილად იღავით? მე რატომ უნდა ვიყო თხილად ეგ იყო. თქვენ მამიდებს მოუარეთ ყველამო. არა, ფეხბურთზე. მოთხოვნადი ფეხბურთელია ქართულ ბაზარზე. ან ამას რო იტყვი, ვახო. მაგარი გოლი რო შეიარდოს და ოუ რომ კაი გაჩერდი. ამე ტყუეს დავადებ თუ გვარია და რა ვიცი თო. გვარია და ჩვენი რა. არა, ვინმე რო იყოს გვარად პენი. ის შეტევაზე მას იმ დაუხდა. მოატყუა მარჯვენა ფლანგიდან. უნდა გააშველონ არის ფეხბურთელი პენის. ნახე, უნდა გააშველონ ახლა აქ ხელ. ესე არ შეიძლება საჯი უნდა ჩაერთოს და გადაიღო. აი, ნოდა შე ძალიან გადაიშვი. აი, ეგ შეუნება ამამ წვანე ორთქლი გო. ეს იწყებს ლაპარაკს. აქედან ის როგორ მიდის? აი, ალადინის ის რო საუნდტრეკ. დუმ კაკალ. აი ესე გადის მაგიური შვილი. ჩვენ ახლა მთელი არა. აუ, რას გუგლავს გიჟი. აღარა უცი გადაჭაი. ესა მაინც ვიყვება ერთი კარი. მიყვეო ბიჭო. არა, უნდა. ის შემიდი არც ვიხო გასოს ის ქალი ზანგი. კი. მთელი საქართველოს და მეკარე რო იყო ბუტელი რო იყო მეკარე, ლიგა 1 მიყავდა ამას, ერთ თამაშში. თქვენი მოთხოვნა ძალიან ზოგადია, თუმცა სპორტის სამყაროში ფეხბურთელებთან და პენისთან დაკავშირებით რამდენიმე გახმაურებული და ვირუსული შემთხვევა არსებობს. ქვემოთ მოცულია ყველაზე ცნობილი ინციდენტი. დალასი. მე არ მინდა ესე. ხო და მოდი. დიმა, მოდი რა გადავიდე. ვაიმე, რეები წერია. ვაიმე. წამოწვევი ჩაირთე და დატკბი. ეს რას მივაგენიჩ? მოდი რა, ვახოს მინდა ვეთამაშო რა. ვახოს მინდა ვეთამაშო. ვეთამაშე. შენ არის ეს პასუხი და შენ ჩაი ორივეს გეტა. არ ვიცი თქო და მოვეხმარები. რა ჩაგანგრიო, მიდი. შეგვიძლია? არა, ეგრე არ ყლეო ინტუიციაზეა სუბთაბო. დომინო არა. ასოგერებით უნდა თქვა. აუ, დომინო, გიდა დომინო რა. ეგრევე. მე ხანძრე ხართ მა? არა. მიდი. მევასება. ჩემ მეწყვილე ზვიაც მოვიყვან და ნებისმიერს გეთამაშები გეთამაშები. სტორიც ორს. მე და ზვიო მაგარი. ორი რა, რას ვიცი, დომინო, არ მინდა, მე არ ვიცი დომინოზე, ჩემ 6 მიუდო, ეგ რა თქმა და ის აიაგანი რო იმას ყავს ეგ არის. თამაშდა, არა, რა დარჩა და რა გავიდა. უშუქობის მერი არ მითამაშია. კაი. საუნდტრეკია ეს არის ამ გადაცემა, ამ ჩემი თამაში. ხარათხვი წამდგენა. ჩემი თამაშის მუსიკა აი ეს. ის. მოკლედ, ეს დაპატენტებულია და ყველაფერი. ეს არის ჩემი ჩამოხჯობანა. ეს რა მხედა ყალი რა არის შეჭი. კრისტალ ბეთ ეროვნული ლიგის თამაშია. ბუკა ხო სწორად თქვი? ხო, თქვი რა თამაშია, რა უნდა გამოიცნოთ? ვახო, შენ უნდა გამოიცნო. ხო. ვახო, აი, ამ შემთხვევაში პირველად ამ თამაშის ისტორიაში მისმა შემქმნელმა ნოდარ სიმსივემ, რომელიც 1997 წელს დაიბადა, აი ეგეთი რამე არასდროს არ მომხდარა და პირველად დაუშვა რომ თანა წამყვანი, მისი კოლეგა, უფროსი მეგობარი, საყვარელი დაეხმარება ჩვენ სტუმარს. აღამდა, შეჩემა, თქვი რა სიტყვა არის, რა უნდა. ეს შენ უნდა გამოიცნო. რა უნდა გამოიცნო? ერთ-ერთი ქართველი ფეხბურთელი შეძახილია სტადიონზე. ზად რო იქნებ მიხარებ. ფეხბურთელს დაუძახეს შეძახილია. არა, ფეხბურთელმა დაიძახა. ფეხბურთელმა. ეგეთი რა უნდა იყოს ახლა გამოიცნო. ზად ხარ დავიწყოთ? ხო, როგორ ხმოვანი, თანხმოვანი, ა, ბ. ზად ხარ? ხო. მოატრიალე რომ დავინახოთ, შეჩემა. ვიხარი რა. მოიცა 1 2 3 4. ეს საფალკია ეს პირველი 2 2 3 4. შუ დაწერე? შენი. შუ ყველა პოჩი იქნება, შენ ამარო შენ. შუ. შუ კი. შუ თითქება ხო? გამოიწიებ ეს მაყურებიე.
შენ არ მეიყარე მაგისტრის მახსოვს. ესე იგი, რომელსაც ვერ გამოიცნობ, იქნება საშიში ზარი. არა, შუ არ არის, მაგრამ მაშინ არ არის ჩვენი ჩემპიონატის შედეგელი. ეგ უნდა თქვენ თვითონ არა, დააგდეთ. როგორ უნდა სამოკრავ. აი მესუებს რა. და დაგვანახე, არ შეიძლება ეგრე. ისე ფანტაზია გეხსნება ახლა. პირველი ორი ცალკე რანაირად გადახაზული, თო? ანუ 400 აჰა, გავყავი, აჰა. კაი, გამოწიე? კაი, მიდი ხმოვნები გავუშვი რა. აი, რამე რომე, დავაი. ეხლა ვერ გეტყვით ქართველმა თქვა თუ უცხოელმა. 4-იანია პირველი? არა, ნუ არა, ეს რა დახაზული. რა გიდო გაყოფილია შეხედე. 1 ანუ 2 2 პირველი არის წადი ყველა პონჩში. რა თქვი? შე რამდენი არის? 2 არის ბოლოში. მაიცა? კაი, წ დაწერე. წ? ხო. არა, მოიცადე? ვაუ. ამით სადღა იყო საშიში. საშიში გონგია. 2 რო იყოს ეს მიდი ეს ალბათ რაღაცა ან შორისდებულია ან ზეცართავია, ხო და რა პონტია 2 კარლოს დარუჩა გახსოვს რა სობია? კარლოს დარუჩა მახსოვს მაშინ არ ვიცი. კარლოს დარუჩა არა ის ბენქსი და ბეკენბაუერი. ნანა ეშვანი თუ გახსოვს ლოკომოტივში დორტმუნდის სამწელი. ეშვანის მახსოვს. გაგიმარჯოს მე. ლუის საკარიასიც მახსოვს. აი მიდი აუთხარი რა, აი დაწერე რა სობია გვაქვს, ნათქვამი რომ არ გავიმეოროთ. წ და შ. აუ რაღაცა დამახინჯებული ქართული კალენდარი. წ არ გითქვამთ. და წ წერე გითხარი რა არ ჩაწერე. ხო. არ არის წ ძალიან. არა, წზე უკვე გასული გაქვს, შეჭერა ეგ ხალხი. ვაიმე, წზე გავუსვიმე ესე და შუზე ორი ესე კი არა. ზუატრაკებ ნოდა რა, ეხა რა უიტყუები. თ თ არა, წამ თუ არის, აჰა, გასაგები, ეხა მოგეთქნება ფასკონჯი, მიდი. ყავს. აწიე როგორ დაგვანახე ბიჭო, და ნერვებს უგიშლი. ხუთი ზარი არის სწორი პასუხი. მეორე თუ არის? მეორე თ და თ თუ თენ შენი ვერ ხო და თენი თქვა? თან არის ესა მარტივი არა ისა შეჩე, მე იქნება მარტივი რომ დაიწერე. პირველი ასო გამოგვაცნობინა. ხო, ყველა პონჩი იქნება ამდენი სადაც არის. თუ თუ არ არის მაგის დედა. No. ეცადე, ეხლა მაგარი ის იქნება. აი, ხუ დაწერე, აბა. რაო? დარწმუნებული. არა, ვახომ დამიდოს. ხოიცა, დარწმუნებული. აწიე კიდე ერთხელ. თუ არა, ანუ ამ ტიმ რაღაცა ქართულად. ანე, არ არის ქართული იმნა არ არის რა. არ არის. მე შეგახსენებთ რომ ბატონო? ბ. ერთი ცალია მარტო. არ გამოგჩეს. ი. ბატონო? ი. ები არის ბოლო. მოეჭელი. პირველი რა დაწერა? მე გამოვიცანი, მაგრამ ვერ. არა, მოიწერა. რა დარწმუნებული? რაო? ხო. თავი საიდან მოგდით ისინი? მიდი ჩაწერე ნუ ატრაკებ. აჰა, ხო, კაი, ეგ ვიცი. მაგაზე აღარ დახარჯო. აბა მიდი რა. ლ დაწერე მაშინ. და ხო. ყლებო არის ბოლო. ყლებო არის ყველა ვარიანტი. ხო, და ის უნდა გამოიცნო მე. მოიცადე, ეხა როგორი მოიცადე. ვიცი, არა. მოიცა თქვა? კულმინაციის დროს კულმინაცია ვიცი უკვე რაც არის. დებულებაში წერია რომ თანა წამყვანმა სტუმარს არ უნდა დაეხმაროს. კაი, მიდი ვახო შეუბერე. მოიცადე? მე არ ვიტყვი, არა, მე ვიცი უკვე შეში. 2-0 არის. მე ვიცი ჩემი საყვარელი ფრაზა. აუ კედელში რო დგას 4-4. ისვა, აი. დებულება რატო შევცვალე? 4-4 თქვა. აი დებულება რატო შევცვალე? რატო მე გავჩერდი, აღარაფერი არ მითქვა. არა, იქამდე შენ მიიყვანა. არა, მივხვდი. ამას შეცვლა თქვა პროფესორი. არა, მივხვდი შენზე. დაწერე მაყურებელს თქვა იმასაც. არა, მოიცა, შეავსე რომ მაყურებელს ვაჩვენოთ. მიდი. არა, ესე განაარიცით. ნოდა, შეავსე რომ მაყურებელს ვაჩვენოთ. შენს მობას ვიცავარ, ოღონდ შეიძლება. აჰა, 4 თქვენ. გიორგი ლომაია. ლომაია. ფრაზეს. თავის მაგაცეს. სულ ყველა თავის მაგაცეს. არა, განაარიცით, შეიძლება ბევრი ასო. მოდი დომას დაურეკო და არის. მოდი დომას დაურეკო და ვათქმევინოთ ეგ ფრაზა. არ იტყვის.
მორიდებული. რა, იქ ხო თქვა და. იქ გაბრაზებული. ჩვენ არ გვითხრა. იქ საფრანგეთის ის წინააღმდეგ არის. გულისხმობდი 4-4 ჩამოვართვევინა. არ გინდა. წაგებულ თამაში შევდივართ. ნასრი ბლო გავიყარა. არის შეჩემა ლომა. არა, მოდი მაშინ. არა, მაშინ მოდი პროსტა დაურეკოთ. და სოფლიო ჩემპიონატი შენი აზრით გიხარ პელიცკას ვიდეო ბოლოს ვერტყი 4 ინტერვიუები ჩართი. ნებისმიერი. ოღონდ ჩვენ არ გვითხრა. ო, ეგეთი კონტენტის გაკეთებინა არ აქვს ჩემი უეჭე. ინტერვიუებიდან ძირითადად და ხმარო იყოს რა. მაგრამ სენიორ, ეხლა კიდე ერთი გამოცდა უნდა ჩაგიტაროთ ცოტა ხანში აგერ ბუკა მედეჯის რაიკად რა გამოგვაცნო? კაია რა გინდა შეჩე. იცი რა უნდა ჩაგეწერა? შენ არ მეიყარე მაგის ხნისო. იქ გვინდა უძახა. ყვეტენაძე წააქცია ვიღაცა ახალგაზრდა ფეხბურთელი. აუ ეგრე იმდენი ფრაზები. ეგრე ვახო. შენ არ მეიყარე მაგის ეგრე ვახო, ეგ არ ვიცი. ეგეთი იმდენი ფრაზები მაქვს. შე პროსტა ძალიან უცენზურო. არა, ქუთაისი კლასიკაა. შემდეგი. კაი, ეხლა მოკლედ ეგეთი თამაშია. უთქვი რომ ჩემი მოფიქრებული. ვიდეო ხო აბარა მარტივ დაიფაშეჩემა. აბა მოიფიქრებდა მაგას გენიალური იდეა. ის არა ქვია, ხმა იქნება ერთ-ერთი ცნობილი სპორტსმენის და შეუნა გამოიცნო ვინ არის რა. გამოიცარი, გამოიცნო. მარტო ფეხბურთელი. მარტო ფეხბურთელი. კი, 3 2 1. უეჭველი სადღაც შევლენ. ამით ერთობოდი რა, ანუ იცი როგორი საწყენი არის ამის. ეს ვიცი მე ვიცი. ეს ბურდულია. ბურდულია. ვინ არის? ბურდული. ბურდულია. დარწმუნებული ხარ? 1000%-ია. მილიონ დატო. პროცენტით. აი წაუ ისეთი წაუ ინტონაცია აქვს მე. კაი, ანუ ვაყვითლებ. აი იაკობოვიჩი ნუძაბავ ეხა თქვი რომ ბურდულია. ეგ არის ლადო ბურდული, სწორი პასუხი. ერთი ლადო ცნოლი ბურდული თუ ბურდულადოლი. ხუთამდე ვთამაშობთ დაწინაურდა ისეთი კენი შეჩემა უცნობი რო იყო. არა, თავიდან დავიწყეთ ისე რომ ამახასიათებელი ხმა აქვს მაგის. აი ბიზნა ბარათაშვილი ბურდული ისე. მაგარი გოლი გაუჭენდა გახსოვს. ბურდული თამაშობდა მაგარი მაგარი. აუ ეხლა განახებ შენ. მიდი ჩართე ბრატ. სახელი თელი ის რომ წარმოიდგინე თელი ევროპა მაგით მარაგდება. და გიორგი შაშიაშვილი. შაშია ხო? შაშიაშვილი, ამასაც მაგარი გოლია გატანილი ნაკრებში. ძმაო იტალიასთან. შენ ქონია სმენა. კონსერვატორია დავთორებული. გიორგი შაშიაშვილია, ხელები ამიწევია ნარდაც. რამდენი კითხვა სანამ არ წააგებს? და ხუთამდეა, ორი გამოიცნო. ვიცოდე? აი ეს ბეთხოვენი. მოიცა. საუნდტრეკით. ხო? მუსიკა. მოიცა? ვიცი, ეს არის გიორგი ხინქლაძე. საუ, ძმაო, შენ რა ვიცი, ცხოვრობ. წააგე უკვე რა აზრია. მიდი, გავძროთ. გასწორებს ხო? მე მევასება ესეთი რა. მაიცა მე ჩავურდა ვიცეს რომ ვერ გამოიცნოს. ეხა ტიტანიკში ჯეკი და რაღაცები არ ჩამოიწვა. მაგსალე? აბა? არა, ზუსტად ვიცი ეგ ინტერვიუ მოსმენილი. ჩამოვდიოდიო. მოიცადე, 3 გამოცნობილი გაქვს. ხუთამდეა სუთამაში. ტიკიტატა, ტიშიტატა, ტიკიტატა, ტიშიტატა. ეგ არის ერთხელაც მომასმენინე. ახლა არა, ერთხელაც რა, ამისულა არ არის. კი, რაღაც ფრაგმენტი ჩაურთე რა. ქონდა ოჯახური პრობლემები. მახსოვს რა, ან ამისულა, მახსოვს ის რომ ამისულა არ არის. ყველა ხო არ არის. არა, ეგ იცი რომელი პერიოდი არის? ეგ ინტერვიუ ვიცი რა. ოჯახური პრობლემებია. თემურა ქეც, ანუ რა იყო, იცი, თამაშზეო სეზონის ბოლო იყო. ბიჭო, ვინ არის? თვი, ანალიზებში გადახვედი. ვიხსენ და წავიდნენ დასასვენებლად ყველანიო და დრო ჩაურთეთ. ბუკა დიდი მადლობა. ეხლა წამზომი ჩაირთვება. დრო ჩაურთეთ. ეხა ისეთ ჩაურთო შანსი არ რომ გამოიწვიოს. ყოველთვის აუ არ მახსოვს. ან კვირკველი. ეხლა წამზომი თქვი. აი, რა ბიჭო, ატო ეხმარი. ამისულას ხმას არ გავდა რა. ეხლა ჩაირთვება წამზომი გესბერდაში და ასპახანში რა კარგი იყო. კაი 30-მდე წავიდა ეგრე არ ლაპარაკობდა. 5 წუთი. არა, რაც რა 5 წუთი არა, 20 წამი, 20 წამი. ორი ვერსია იყო გაჟღერებული? არ ვიცი. რა პოლიჩუდეს 20 წამი. სენიორ 20 წამი გაქვს. არა, ბიჭო, ვიცი იმენა მოსმენილი მაქვს. ეგ სატელეფონო ინტერვიუა შენთან გასული კურიერი. 19, 20 მორჩა. საფრახია პროსტა ნახე. მოიცადე, ვიტყვი. კაი, 3 ვარიანტი თქვიდა თუ გააკეთე Facebook-ზე, მაგრამ ვერ გამოიცანე. კაი, ეხლა მამა ჩამოთვალეთ 3 და ერთ-ერთ ჩაგითვლით თუ მართალი იქნება. მოდიოდი. დარწმუნებული ხარ რომ დიმასთან გავიდა საინფორმაციოში? კი, სატელეფონო იყო გაკეთებული. დაიწყეს. 3 გაგვიდი თქვი, 1 რა. დაში გაგითვალისწინე, წამები ამოიწურა და მაინც არის შანსი. ამისულა რა. ამისულა? დარწმუნებული ხარ? კი.
ნაღდა. კაი, მიდი ეხა. ჩარტყი. ხო ამისულა. No! ჯანო ანანიძე. ჯანო ანანიძეა. ტაგე. მე ამისულასთან ინტერვიუ არ სამით ერთი მიდი მე და ჯიმეს მე და აი შვარცი ეგ ის ბრალია რომ ჯანო ძალიან იშვიათად აკეთებდა ხოლმე კომენტარს. მახსოვს ეგ ინტერვიუ. მაგრამ პელე ხარო სად გამოიცანე იზმავა საინფორმაციოში. შეერჩევა ესეთი ხალხი, ეს ამაში არის პროფესიონალები, რომ რაც შეიძლება კარგი ფეხბურთელი ჩავიყვანო. ვიცი ეგეს მოიცადე? აუ იცი ეგ რა ყველა იცი ჩემო ვიცი. ერთხელაც დავშო. ერთხელაც დავშო. გაჩუნდი ჩემ დებულებაში წერია. გულების მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში გადაიყვანს. ეგ არის საქართველოს არაერთგზის ბომბარდირი, გურია ლანჩხუთის ლეგენდა ოთარ ყორღალიც. ბიჭო, გასმენა. აი ოთარ რანაირად იცი შეჩემა. 4-1 და დიმა, მიდი 1-1 დარჩა. 5-მდია, 4-1. მოგვიგო რა შეჩემა რა. 4-1 სენიორ პელე ხარ. არა, იმასაც ჩაგითვლიდი, პროსტა თან დიმასთან გავიდა საინფორმაციოში აი ესე. ერთი ძალიან ცუდი უნდა გაუჩითო ესე რა. რომ თოხლაობდი ჩვენ ვარ თოხლაობთ რა ბაზარი. გითხარი წერან და შეჩემა. აიჟებთ. არა, ხუმრობა. არა, ხუმრობა იქით იყო, საკ ლესავთ ხოლმე, კი. აუ ეხა ისიც გაგის რომ თუ არის ამის ხმა ეს თუ გამოიცანე იმენა წავალ მე გულში. Oh my god. ბრუს სპრინგსფილდის ისა რა ქვია Streets of California. აი ვახ. ასე ხარ არავის ამის ინტერვიუ არა. ან შერჩვათ რა, ისეთ ხალხია რომ ყველას ამას კოსტავა ყველას მიგვანიშნე რომ აუ ეგრე ეგრე ჩემი ფეხები. ყველას მიგვანიშნე რომ ამაზე მოდი ლაპარაკი არის ის ტიპი. ადგილი თავისუფლად დაგიწევ რა ვიცი. ანაირი ხა ბოდიში. აი მაიცა. აი ეს იცი ვინ არის? ნინი. აზე არა. აუ რა ჩაუ. ნინო ჩხეიძე იქნება აი. არა არის ვინ არის ჯაჯოს გადაცემა. მაცადე. კუნძულზე მარტო რო წახვიდე რას წაიღებდი ვახო. ეს არა მართლა ეს მაგარია. სამასელში. დღეს გადამეყარა კუნძულზე რო წახვიდე რას სამ რანიც წაიღებდი. ჩემი აი ეგეთ კითხვებზე მაქვს ერთმა თუ წავიდე მარტო კუნძულზე. არა მოხდი ჩამოვარ თვითონი და გადამენძრა რა. არა რას წაიღებდი? რას ვისურვებდი? რა გინდა რომ კონდეს ზოგ ტელეფონი რო აქავარ მომხედე. არიწეს კაცო რამე ნივთები აი რა ვიბრატორი მაგალითად და რაღაცა რა ვიცი შეჩემა ერთი შეკითხებია და რა თქვა იცი მე რაღაცა ვერ იყოს თან აჰა ყვავილებს თო ჯიგარი. რა უნდა ვიბრატორი წავიღო ეგეთი კაცი გონი ვარ მე. ვიბრატორები. მე ავიქულე უნდა მარტო რო გაშეცემა მეც რო ვიყო მე რა ვიცი რას ვიზავდი და აწირა თვითონ. ან და რამე მე არუჩე всё. არა ის რომ დაინტერესო სომხეთის ოღონდ ამ თემაზე ალაპარაკო. კაი მიდი ჩართე ლულესა მაგაც წავიყვანდი რომ ვებხოს მოათვინიერებ და რომ არ შეგჭამდე მეტი რა გინდა. მიდი ნოდა ჩართე ლუჭამკო ბიჭო ვახო მე ვახო მან ჩაჭა. დავით სხვა ქალაქში ხარკოვიდან ეგრევე დაიწყო რა. ნუ იყო საუბარი რა თქმა უნდა. რაზე იყო უი მოიცეთან ეს ფეხბურთელს არ გავს ფეხბურთელი ის არის. ფეხბურთელი არ არის. სანდრო კობახიძე ხო არ არის. არა გავაკეთო? სანდროს ეგეთი დიქცია და ხმა არა ერთხელაც ვერ გავიგე წესიერ მუსიკაში. მაინც კარგად ჩართე ერთ წამში შეჭემა ნუ ფეხბურთზე არის იყო საუბარი ყველა გადარჩენის სიმძო. ნა უკრაინაა ის შეიძლება კობახა იყოს გადარჩენის არ კობახა რო თამაშობდა იქ ომი. აბა გადარჩენის გველესა იქნება მაშინ შეიძლება ფინანსურ გადარჩენაზეა საუბარი. აუ ვიცი ვინც არის მოიცადე ერთ სამი. უკრაინი. ნუ და გააჩერე პირისით კაია. მე მგონი გველესაა ამათი არა ფრია. გველესა ეგრე არ ლაპარაკობს არ არის გველესა. არა უკრაინის თემა აშკარად რა არა ეს ყოფილა პელე ძმა ვახო ყველა გამოიცნო. კი ამას იზარ აბსოლუტური სმენაა კამას და ანდრი ჯოხაძეს ო ერთის და ვშო და თუ რამეა წავაგე მიდი. და დებულებაში რო არ მიდი წერია. ერთი და ვშო. წაგებით არც ერთ მონჩი არ აგებ დებულებაში არ წერია და. ჩართე რა 20 თებერვალს დილით მოხდა ეს საშინელება. ოპა. შენ გამო ახლობლობას ვითვალისწინებ თორე დებულებას უყარებ მე. რა იყო ომი ხო. ой კობახა იქნება სხვა ვინ უნდა არა იყოს კობახიძე მაგ დროს არ თამაშობდა მან. არა თამაშობდა მაგრამ ოჯახი და ის იკლავს შეჩემა ვაყუწლე. კიდე ვინ იყო იქნება ვინ წამოვიდა ლაპარაკი არ იყოვო. ნაღდი უნდა გადავჩენილიყავითო. ეს მე ვიცი ვინცა მაგრამ გვარს ვერ გავიხსენე აი ოფა. ეზოში ბომბა ჩამოვარდაო ჩემთან მე ყובה მე მგონი ეგ არის არ ვიცი. მაშინ ხარკოვში ხო არ თამაშობდა ხარკოვი ყველაზე მაგრა დაიბომბა თავი. წამები ამოიწურა 30 აი წელი. ერთი წუთი ანებია თქვა სწორი პასუხი დავიღალის და გახდება 4-2 ლაილაის სასარგებლოთ არა, მაგრამ ნუ რანაირად 4-2 მოიცა, სამი გამოიცნო 4 გამოიცნო. მაშინ მოიგო 5-მდეა და რა მოგვაგები ერთი მოგვაგები მოიცა რა გამოვიცნობ შენ დებულე კიდე რა მიდი აღარ. დებულებას გადავაბიჯე. კიდე აი რა. აა 24 თებერვალს
კი, ერთია ეგა. აი 4-2 ხდება, მე რა თუ ვერ გამოიწადა. აი, მოიცადე. просто არასწორი პასუხის თქმა ტეხავს. მაშინ ახლა არაფერი და თვითონ იტყვის ორ პასუხს და გაჩერდი. მიდი თქვი. მორჩა? ხო, მორჩა წავაგეთ. სოლომონ კვერკველია. 4-2 შენ თუ 0-ზე არ დაგტოვო. წავიდა. შემდეგი. მაინც ანოდა რეკრე მე ვიპოვე რა. მოიცა მე ვიპოვე. ხო იქიდან გამოფიქრე მამაჟი გამოსხილებაც არის არაც ყოფილა. ეს არაბიძე. აუ, აბულკი მივარჩი. მაგის ხმა ეხა რო აკეთე ბიჭო, აი მოიცა ერთამე არ ჩართო. წავაგე. დიდესი უპირატესობა. წავაგეთ 5-2 მოგვიგო ვახო. მოიცა მართლა? ვახომ გაგვანადგურა 5-2 ესეთი უპირატესობით აქ არავის არ მოუგია. რაც ყველაზე მთავარია ვახომ იკაიფა ამ თამაშს. მე ეგეთ რაღაცებზე არავის არ მოუგია რა, ვისე თამაშე 5-მდე შეჭე. შენ გეთამაშე და წააგე. ვახო, გეხოცებ ჩვენ მაყურებელს რომ მიმართო გამომწერებს რომ თუ მოსწონთ ეს გადაცემა რომ დააკომენტარონ რა. ისა თუ მოგწონთ, თუ გისტორდებათ, ძმებო, ძმებო, მეგობრებო, ჯიგრებო, გამოიწერეთ და ნოდარმა მაგრამ მოიფიქრა კიდე რა ვქო. შესანიშნავმა პიროვნებამ მე დიმამ დაამატა და თავისი ელფერი შესძინა და უფრო აკადემიური ხაზისკენ წაიყვანა და შესანიშნავი ბიჭები იღებენ, აი რა 32 კამერით ორნი მარტო თქვენ უბრალოდ და აქვე დავამატებ. განსაკუთრებით დიმაშვილი. განსაკუთრებით ბუკა ბიჭი, ანუ არ ვიცი რა. და დავამატებ ერთ შეიძლება. და გამოიწერეთ ხო უნდა. მაგარი გიგინებიანი ბიჭი რა ლუკა, მაგარი კრეატიული ტიპია. თუ ვინმე სჭირდებათ კრეატივი, მოდით აქავართ სეტანტა სეტეს როგორ ამბობთ? სეტანტა სეტე და ნოდო არის თუ იმენა ლესავს კარტოფილებს. ნოდო, ვასვათაშორის ნოდო ხო მაგრა ლესავს კარტოფილს და ფეხბურთსაც მაგრად ამოიღა ხოლმე და სულ გულეწავდა მაშინ. ხარი და всё, ჯუნიორი, არის მთავარი მამოძრავებელი ძალა. ჯუნიორ ძაღლზე ხო არ მე. მაგარი კაცია. ჩვენი ძმა არის. ჯუნიორის garaში არის არსებობა. ჯუნიორი არის, მაგრამ ლეჩი ისეთ არის თავის მენტალ. და ეხლა რაღაცა ხომ მოხრით. სენიორებო, თქვენ რა თავარი სათქმელი იყო არ თქვა რა. YouTube-ზე YouTube-ზე არაერთხელ გიკაიფიათ. სენიორ რაღაცას ვამბობ. მე მგონი არ უმღერი ხო. YouTube-ზე არაერთხელ გინახავთ და ამას ძალიან ბევრი ნახვებიც ჰქონდა, სპორტ შოუ გადიოდა. და იმ სპორტ შოუს, იმ პროექტის აღარ არის. აი ხაჩერებული და ცოტა ხანი. სული ჩამდგმელი არის ვახო, ერთ-ერთი. სული ჩამდგმელი ბიჭები იყვნენ, ძალიან მაგრები. არა, მონაწილეობა მაქვს მიღებული. ერთ-ერთი აი ამა ყველა გვაქონდა ჩვენც ვაქონდა. ძალიან მაგარი ბიჭებთან ერთად მუშაობდი და ყველა მინდა აქედან მოვიკითხო. მეც ვიცი ამონე რომ ბიჭებო. დიმას წამარდი. დინამო. ჭამის ხრაშუნში ვაფშე ხალხი გაიგებს ასლობა. იცი რა მოგწერე ერთმა? ამას. საქონელო მიკროფონებს შორს ჭამნერო. და მე მაგრამ გაუტრაკეთ იმ და მე დაგვიძმაკასა მაგარი ძმა არის ჩვენი მართლა ოღონდ. ოდიშიო რა ხრაშუ. ნერვებზე მოქმედი. აი ესე ჭამდა. მიკროფონთან სპეციალურად. ნახე, გაჩერდი, დაიმშვიდო მაგურ. კარგი, მეგობრებო, დიდი მადლობა. გადაყრაბე? კი, დიდი მადლობა ყველას რა. დიდი მადლობა რომ ვიყავით ჩვენთან ერთად, გამოიწერეთ, დაალაიქეთ ეპიზოდი, ვიყავით იმ მეგობრებთან. ამარო არ არის პანაცია, ეგეც თქვი. არც ეს არის პანაცია. უკვე ზაფხულია პრინციპში, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატი რომ მორჩება, გვექნება განსხვავებული ლაილაებები, გასვლები, გარე ლაილაები. აუ, დიმას ხელისკურა გადავარდა, დელფინი, ბატერფლაი, ზურგი. ეს გადაცემის სახელი ვინ მოიგონა? მე და ჯიმემ. აბა აი, არა, ეჯეჯემა, ChatGPT-ს ჩავწერე და იდი ნახვი ლაილაიო, ესე მითხა და დავარქვით ლაილა. წუკის არა, მონაწილეობა მიღებული. ტონი ტრალივალი და. აი, ესეთი ფიარს მაგარი სახელი. ეთერშია გადაცემა ტრალივალი. გამოიწერეთ, იყავით ჩვენთან ერთად, ასტამანიანა. დიდი მადლობა. პირიქით, ჯიგრები ხართ წარმატებები, ღირიანი მაქვს ხელი თორე. წარმატებების შემდეგ, ავიც ტელეფონს კი უსვი ეკრანს, ნახე რა ლაქებია და. მე მინდა რომ შენ წარბებს შევაზილო. და ის არა, აი ვახოს აროჩკაზე გააზილე. მიდი დავა. მადლობა ყველას ვინც გიყურებთ ლაივებზე. თქვა თქვენთან ერთად დავარ სოფლიო ჩემპიონატი ბოლომდე გავიყვანოთ და მადლობა ვინც სოფლიო ჩემპიონატს ჩაატარა ამერიკაში. მადლობა. კარგად, ჩავედით ხშირად ვიხსენებთ თქვენ დედას. ამით დავამთავროთ. შემდეგ პარასკევამდე მანამდე ლაივებს ურახუნებთ, მივდივართ ბოლომდე ფინალს წურავთ, ბევრი ვიძახის რომ იგივე გამეორდებაო, მაგრამ რა ვიცი. ადიოს. დაარტყი კიდე ერთხელ, ვახარ. მადლობა ჯიგარი ხარ. ელე, vamos.